დღის არხი რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.ჯი, მაი ვიდეო.ჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის 10 სტანდარტზე, რომელიც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა. ჩვენი სტუმარი გახლავთ ამათი ამაროვი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით ბატონო ამათ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ესე იგი, კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლიდან, უკვე ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ტენდენციის და ასე ვთქვათ, იმ მოცემულობის შემდეგ, რაც გაჩვენათ პრაქტიკამ, იღებს ძალიან სწორ და კარგ მიმართულებას მომხმარებლის დაცვისთვის. უფრო კონკრეტულად გამოიკვეთა 10 მიმართულება, სადაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, წესები ვლინდება და მოდით დღეს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მოვუთხროთ, რა, ვთქვათ, 10 სტანდარტია ეს, რას ეხება და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომ იყოს გაფრთხილებული და იცოდეს კანონი, რისი უფლება აქვს მას. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 2022 წელს ამოქმედა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობით განისაზღვრა როგორც მომხმარებლის უფლებები, ასევე მოვაჭრის ვალდებულებები. ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი. ყველა ეს სტანდარტი ეფუძნება, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ევროპულ რეგულაციას. გათვალისწინებულია საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა და ამ პრაქტიკის და კანონმდებლობის საფუძველზე ჩვენ დავადგინეთ ეს სტანდარტები. მართალია ეს სტანდარტები ყველა კანონიდან გამომდინარეობს, მაგრამ ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მომხმარებლისთვის უფრო ნათელი გაგვეხადა, უფრო მარტივად აგვეხსნა თუ რა უფლებები გააჩნიათ და მოვაჭრეს რა ვალდებულებები გააჩნიათ. მოდით უფრო კონკრეტულად ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რას ითვალისწინებს ეს საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და რამდენად შეცვლის ის ჩვენს რეალობაში არსებულ გამოწვევებს. ბევრი რამ, მათ შორის მეც კი არ ვიცოდი, კონკრეტულად რისი უფლება მაქვს. ვთქვათ, თუ ვყიდულობ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თუ ვთქვათ, მალფუჭებად პროდუქტს, კონკრეტული ვადებიც არსებობს. თურმე რა პერიოდის განმავლობაში არის ვალდებული, ვთქვათ, კომპანია თუ მწარმოებელი, რომელმაც მომყიდა ეს ნივთი, დაიბრუნოს ის და, ვთქვათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე მუშაობდეს ეგრეთ წოდებული საგარანტიო ვადა, ხო? ჩვენ შემთხვევაში ადრე ვიცოდით, რომ ნივთებზე მაგალითად მობილური ტელეფონები იქნებოდა ეს თუ ტექნიკა 1 წლიანი გარანტია იყო, ახლა 2 წელი ვრცელდება და აღმოჩნდა, რომ ესეც კანონით ყოფილა, თურმე განსაზღვრული, მე კეთილი ნება მეგონა ამ, ვთქვათ, კომპანიების. აი, სრულფასოვანი წარმოდგენა რო კონდეს მსმენელს და მაყურებელს, მომხმარებელს, რისი უფლება აქვს, რა შეუძლიათ მათ მოითხოვონ? კი ბატონო, რადგან ჩვენ დავიწყეთ უპირობო დაბრუნებით და გარანტიით, განვავრცობ ამ თემას და გეტყვით, რომ აი, რას ნიშნავს უპირობო დაბრუნება? ეს არის სიახლე, ამ კანონმა მოიტანა ეს სიახლე და ძალიან კარგია, ევროპულ ქვეყნებშიც ეს რეგულაციები მოქმედებს და უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, თუ ჩვენ ვყიდულობთ ონლაინ დისტანციურად, ან საიტზე, ან სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგალითისთვის ავიღოთ ტექნიკას. როდესაც მივიღებთ ამ ტექნიკას, დავუკვირდებით და უბრალოდ არ მოგწონს, ანუ ამ ტექნიკას არ გააჩნია არანაირი ნაკლი, არ არის აზიანებული, არ არის გაფუჭებული. უბრალოდ ჩვენ გადავიფიქრეთ ამ ტექნიკის შეძენა. გადავიფიქრეთ მაშინ, როდესაც რეალურად უკვე ნაყიდი გვაქვს და ნივთი სახლშია. როცა უკვე ნივთი სახლშია, შეგვიძლია მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ ამ ნივთის დაბრუნება, უბრალოდ უნდა მივმართოთ 14 დღის ვადაში. ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ 14 დღის ვადაში ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვიყენოთ ეს ნივთი. ანუ ეს რას ნიშნავს?
ისე უნდა დავტესტოთ და გამოვიყენოთ, როგორც დავტესტავდით მაღაზიაში, რადგან ჩვენ შევეხეთ ტელევიზორის მაგალითს, როგორც ჩვენ ჩავრთავდით უბრალოდ მაღაზიაში და შევამოწმებდით ხმას ან გამოსახულებას, იგივე უნდა გავაკეთოთ სახლში და მე მივიხებთ გადაწყვეტილებას, გვჭირდება თუ არა ეს ტელევიზორი. აი მაღაზიას როგორ ვუხსნი, რომ მე მხოლოდ ერთი, ვთქვათ, ტესტისთვის გავაკეთებ, ჩავრთე თუ მოვისმინე თუ ხმა შევამოწმე თუ გამოსახულება და ამ 2 კვირის განმავლობაში, ან 14 დღის განმავლობაში არ ყოფილა ჩართული 24/7 ეს ტელევიზორი. რა თქმა უნდა, ანუ ახსნა არაფერს არ გვჭირდება, თუნდაც იმის დასაბუთება თუ რატომ ვაბრუნებთ. ეს არის ჩვენი კანონით მინიჭებული უფლება და უბრალოდ სურვილი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დავაბრუნო. რაც შეეხება იმას, უყურებდა თუ არა მომხმარებელი 14 დღის ვადაში, რადგან ტექნიკაზე ვსაუბრობთ, არსებობს იმის ხელსაწყოები, რომლითაც მოვაჭრე შეუძლია დაადგინოს რამდენი ხანი იყო ჩართული, ან თუნდაც აპლიკაციები იყო გადმოწერილი თუ არა. რა თქმა უნდა არის ისეთი ნივთები, რომელსაც ვერ შეამოწმებ ხო, მაგრამ როგორც მოვაჭრე უნდა იყოს კეთილსინდისიერი, ასევე მომხმარებელსაც არის გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება. კარგით, მოკლედ გადაიფიქრა მომხმარებელმა ნივთს აბრუნებს, რას აკეთებს. თქვათ ავსებს აპლიკაციის თუ განაცხადის ფორმას, რომელიც თქვენთან არის ვებზე, თუ პირდაპირ მიმართავს თქვათ მაღაზიას და იქ იწყებს გარჩევას საქმის, როგორც წესი ხა ნივთის უკან დაბრუნება, არ ვიცი ვინმეს უხაროდეს, ამიტომ არის ხოლმე გარკვეული ტიპის ეს ვთქვათ უხერხულობები, რომელიც თავისთავად გინდა რომ შემდეგ შარად არ იქცეს. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ამას ვაწყდებოდით ძირითადად 2022 წელს, როდესაც ახალი იყო ეს კანონი და ახალი მიღებული იყო. თუმცა დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში ეს პრაქტიკა დანერგილია და ყველა მომხმარებელს შეუძლია ზედმეტი ახსნა განმარტების გარეშე ისარგებლოს ამ უფლებით და დააბრუნოს ნივთი. თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ მოვაჭრეები, რომლებიც უარს აცხადებენ ნივთის დაბრუნებაზე და უკვე ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მოგმართოს ჩვენ, ძალიან მარტივი ფორმა არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული, შეუძლია შეავსოს მარტივი მონაცემებია, მომხმარებლის მონაცემები, მოვაჭრის მონაცემები და ფაქტობრივი გარემოებების აღწერა. გამოვაგზავნით და ჩვენ უკვე ვიწყებთ მოკვლევას, მივმართავთ მოვაჭრეს და მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე უკვე ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, რომ მოვაჭრე არ იბრუნებს 14 დღეში ნივთს და ნივთი არის თავდაპირველ მდგომარეობაში, ბუნებრივია ჩვენ ამას ვავალდებულებთ და ვაკისრებთ ამის გაკეთებას. აი რა ბერკეტი აქვს თქვათ თქვენს ინსტიტუციას აიმისოდ რომ მსგავსი სახის პრობლემა თუ საკითხი მოდით პრობლემამდე ნუმივალთ გადაჭრას. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ დარღვევა რა შემთხვევაშიც ჩვენ ვუსაზღვრავთ გონივრულ ვადას მოვაჭრეს და ვეუბნებით რომ კანონით სხვა რამ არის განსაზღვრული და უნდა იმოქმედო კანონის შესაბამისად და აღადგინო მომხმარებლის უფლებები. თუ ამ ვადის განმავლობაში მოვაჭრე უარს აცხადებს, რაც ძალიან პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა ჩვენი პრაქტიკიდან, ძირითადად მოვაჭრეები მოგმართავენ თხოვნით და მზად არიან ითანამშრომლონ სააგენტოსთან, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოვაჭრეები უარს აცხადებენ სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებაზე და რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს სანქციას და ეს სანქცია შეიძლება იყოს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ სოლიდური თანხა იყოს. მინიმალური ჯარიმაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით და მინიმალური ჯარიმა განისაზღვრება 600 ლარით. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცვლილება, რომელიც როგორც წესი და როგორც კანონი უკვე ამოქმედება, ეხება ეგრეთ წოდებულ მესამე ფასს. ეს მესამე ფასი ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში თქვათ კონკრეტულ პროდუქციაზე ყველაზე დაბალი მინიმალური ფასი რაც არის, ასევე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ანუ ვალდებულება არის ერთგვარად მისი დატანის. ეს გამორიცხავს, როგორც მე ხვდები, ფასდაკლებების დროს იმ უხერხულობას, რაც ხშირად გვინახავს ხოლმე, მაგალითად კონკრეტულ დღეებში, დღესასწაულებზე, როდესაც აცხადებენ დიდ ფასდაკლებას და აღმოვაჩენთ, რომ რეალურად ფასის
ფასის უკან შეიძლება სხვა ფასი იყოს და ამ შემთხვევაში ფასდაკლება კი არა ნამატიც იყოს, ანუ ვალდებულებაა რომ ეს მესამე ფასი ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი იყოს. ეს ვიზე ვრცელდება რომ აგვიხსნათ და რას გულისხმობს? ნამდვილად მიზანი ეს იყო და ჩვენი მიზანია უფრო ინფორმირებული მომხმარებელი და უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს რეგულაცია ვრცელდება ყველა მოვაჭრეზე, იქნება ეს ქსელური მაღაზიები, იქნება ეს ონლაინ ვაჭრობა, იქნება ეს სოციალური ქსელებით ვაჭრობა. აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეზე, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ევალება რომ დაიცვას ეს წესი. გეტყვით აქვე რომ ეს წესი არ ვრცელდება მალფუჭებად პროდუქტებზე, ან ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც აქვს მოკლევარგისიანობის ვადა და მედიკამენტებზე. აბსოლუტურად ყველა დანარჩენ პროდუქტზე ეს წესი ვრცელდება და თუ აქამდე იყო მითითებული მხოლოდ ორი ფასი, ანუ საწყისი ფასი, როგორც წესი გადახაზული და მითითებული ფასდაკლებული ფასი, ახალი რეგულაციებით უნდა იყოს მითითებული სამი ფასი, ანუ საწყისი ფასი გადახაზული, აუცილებლად უნდა იყოს მითითება ბოლო 30 დღეში, ყველაზე დაბალი ფასი რა ქონდა ამ ნივთზე ან მომსახურებაზე და უნდა იყოს მითითებული დღევანდელი ფასი. ანუ დღეს მოქმედი ფასდაკლებული ფასი. კი ბატონო. კიდევ ერთი საინტერესო, ვთქვათ, მიმართულება არის კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, კვების ობიექტში ვართ, მოდის კონკრეტული, ვთქვათ, მენიუ, სადაც ფასებია მითითებული კონკრეტულ პროდუქტზე და ბოლოში წერია, რომ ამას ემატება +18% DGG, იქ მის რა ქვია, კიდე რა ვიცი, რა უამრავი სხვა მომსახურების საკომისიო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ვისაც კარგი მათემატიკური შესაძლებლობები აქვს და გონება უჭრის ამ კუთხით კალკულაციას გააკეთებს twin-ში, მაგრამ ვიღაცა სჭირდება, ხო, რა თქმა უნდა, ხა ზედმეტად არ უნდა დაიღალოს, ნამდვილად ვისაც არა და ტელეფონი აქვს და ანგარიშობს და მოკლედ არის ერთ დიდ დავით არაბაში და ამ შემთხვევაში რა შეღავათი ექნება, ანუ რა კონკრეტული ფასის წარდგენა დაევალდებულებათ? კანონი პირდაპირ განსაზღვრავს თუ რა არის საბოლოო ფასი. იქნება ეს მენიუ სარესტორნო ბიზნესი თუ სხვა ნებისმიერი სავაჭრო ადგილი, უნდა იყოს მითითებული საბოლოო ფასი. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფასში უნდა იყოს შეყვანილი როგორც დამატებული ღირებულებების გადასახადი DGG და უნდა იყოს შეყვანილი სხვა ხარჯები. ჩვენ შემთხვევაში, რადგან სარესტორნო ბიზნესებს საუბრობ და მენიუზე, როგორც წესი, ცალკე არის გამოტანილი მომსახურების გადასახადი და ყოველ ჯერზე მომხმარებელს უწევს კალკულაცია საბოლოო ფასის დასადგენად. არის ისე როგორც წესი ეს ფასი უკვე კარგად შეზარხოშებული რომ ხარ თუ რა ვიცი ნავახშმი, მაშინ მოდის ხოლმე, ანუ წინასწარ ფასი გარკვევა მოხდება და ანუ აღარ იქნება შემდეგ უხერხულობა რომ თქვათ გარკვეული ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, ხო? თუ კონკრეტულ ან რეალურად მომხმარებლისთვის არ იცვლება საბოლოოდ გადასახდელი თანხა, ხო? უბრალოდ წინასწარ ეცოდინება მომხმარებელს, რომ კონკრეტული პროდუქტი ღირს კონკრეტული თანხა და ამას არ დაემატება სხვა გადასახადები და მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდება წასვლისას რესტორნიდან. გარკვეულ უხერხულობაში მგონი ბევრი ჩავარდნილა ხოლმე ამ ფაქტის გამო. მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების სტანდარტი. ეს რას გულისხმობს რომ აგვიხსნათ? ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი არის მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში დამეთანხმებით, რაც უფრო მეტად ინფორმირებული იქნება მომხმარებელი, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის მოვაჭრე, იქნება ეს საქონელი მაგალითად მახასიათებლების შესახებ, ხო? თუ წინასწარ ეტყვის ყველაფერს და აუხსნის, ამით გადაიჭრება ძალიან ბევრი შემდგომი გაუგებრობა და პრობლემა. ზუსტად კანონი ზუსტად მაგას ამბობს, რომ სანამ ჩვენ გავყიდით, სანამ მოვაჭრე გაყიდის ნივთს ან მომსახურებას, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია როგორც მოვაჭრის შესახებ ვინაობის შესახებ ინფორმაცია, ასევე პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია და მომხმარებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ამას ვინ აწვის, კონსულტანტი? შეუძლია კონსულტანტსაც, მაგრამ ძირითადად უნდა ქონდეს გამოკრული მოვაჭრეს წესები და პირობები, სადაც ექნება გაწერილი, თუ როგორ იქცევა მომხმარებელი, თუ აი გარანტია ვახსენეთ საუბრის დასაწყისში, თუ ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა. მომხმარებელს უნდა ქონდეს იმის ეს ინფორმაცია უნდა ქონდეს მომხმარებელს, უნდა იცოდეს ვის უნდა მიმართოს, რომელ სერვის ცენტრს უნდა მიმართოს. გარდა ამ ინფორმირებულობისა, ჩვენ ასევე ვთქვით, რომ
ყოველი ცვლილების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გონივრული ვადით ადრე მომხმარებელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იმდენად ერთჯერად შესყიდვებს არ ეხება, ეს არის უფრო მრავალჯერად ურთიერთობაზე, როდესაც ჩვენ ვიწერთ გარკვეულ მომსახურებას, მაგალითად რომელიმე მაღაზია შევუკვეთეთ წიგნის ან ჟურნალ-გაზეთების მოტანა მისამართზე ყოველთვიურად. და ჩვენ გავეცანით, რა თქმა უნდა, წინასწარ ჩამოყალიბებულ წესებს და პირობებს, ვიცით ფასი, ვიცით რა უნდა მოგვიტანოს, მაგრამ რომელიმე თვეს, რამოდენიმე თვეში მაგალითად აღმოვაჩინეთ, რომ საკურიერო გადასახადი გაიზარდა 2-ჯერ ან 3-ჯერ. ზუსტად ამას ეხება, რომ გონივრული ვადით ადრე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, სათანადოდ უნდა მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია, იქნება ეს მესიჯი, ელექტრონული პოსტა, ამის შესახებ აუცილებლად ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება და აქვს თუ არა ამის სურვილი. კი ბატონო, აქ ერთ-ერთი სტანდარტი არის ვიზუალურად უნაკლო საქონლის გაცემის სტანდარტი. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, პასუხობენ, რომ არის ბოლო ნივთი მაგიდიდან რომელსაც თქვათ შეხება ქონდა არაერთ მომხმარებელს და თქვათ გინდათ თუ არა, ანუ აზუსტებენ. ეს რას ნიშნავს, რომ აგვიხსნათ? აი ზუსტად ისევ და ისევ მივდივართ ინფორმირებულობის სტანდარტთან, როდესაც მოვაჭრე მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდის, რომ ეს არის ბოლო ნივთი, ან თუნდაც ამ ნივთს აღენიშნება დაზიანება, ან თუნდაც გაბზარული, ან მომხმარებელმა იცის, მომხმარებლისთვის არ იქნება ეს სიურპრიზი, როცა მიიტანს სახლში. თუ მე მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას, მოვაჭრე მიაწვის ინფორმაციას და მომხმარებელი დათანხმდება, აქ არანაირ ასე ვთქვათ გართულებას და პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას არ მიაწვის, დაუმალავს ან გადასცემს დაზიანებულ ნივთს, პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრე არის ვალდებული ამ მტკიცოს, რომ მომხმარებელს გადასცა უნაკლო მდგომარეობაში ნივთი. ზუსტად ეს სტანდარტი ამას ემსახურებოდა, უფრო მოვაჭრეისთვის სასიკეთოდ არის, თუ მოვაჭრე მოაგროვებს წინასწარ მტკიცებულებებს და რა თქმა უნდა ეს არის იმის მტკიცებულება, რომ თქვენ მომხმარებელს გადასცა უნაკლო მდგომარეობაში ნივთი, ჩვენ ვაწერთ ხელს, ჩვენ ვიცით, რომ ვიღებთ გარკვეულ პასუხისმგებლობას, რომ შემდგომში ვერ მივმართავთ უკვე ამ მოთხოვნით, რომ მივიღეთ დაზიანებული ნივთი და ვიბარებთ ნივთს. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიწყებთ მოკვლევას და მივმართავთ მოვაჭრეს, ძალიან მარტივად შეუძლია წარმოადგინოს მიღება ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მომხმარებელმა ჩაიბარა ვიზუალურად უნაკლო ნივთი. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი ალბათ, რომელიც ხშირი ახოლმე მომხმარებლებში ვთქვათ, ყიდულობს კონკრეტულ ნივთს, რომელიც იცის, რომ არის, არ ვიცი, იტალიური და აღმოაჩენს, რომ სახლში მიტანის დროს აწერია ხუთს, ვთქვათ, უკან made in China. არ ვიცი, რაღაც სხვა ქვეყანა. ამ შემთხვევაში, ვთქვათ, რა უფლებები აქვს მომხმარებელს? იგივეა ტექნიკასთან დაკავშირებით. ხშირად არის, რომ ამერიკულია, ევროპულია მობილურ კომუნიკაციას განსაკუთრებით, რომ ქსელებია განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ სრულფასოვნად მოიხმაროს კონკრეტულ რეგიონში ის ტელეფონი, ასევე დუბაის წარმოება თუ არა. ეს დეტალები ხშირად არის ხოლმე განხილვის თემა და ამაზე პასუხი არის ორიგინალია ნივთი. ანუ ამის იქით რა შეიძლება რომ ინფორმაციად მიიღოს მომხმარებელმა, რომ თავის ჩვენ მივდივართ ახლა იმ შემთხვევასთან, როდესაც ჩვენ მივიღეთ ნაკლიანი მომსახურება ან ნაკლიანი ნივთი, ხო? მომხმარებელი და მოვაჭრე შეთანხმდნენ, რომ სჭირდება პირობითად იტალიაში დამზადებული ან ამერიკაში დამზადებული მომხმარებლისთვის ეს მისაღებია და ამიტომ გადაწყვიტა ყიდვა. როდესაც შეიძინა და აღმოაჩინა, რომ თურმე განსხვავებულია იმ შეთანხმებისგან და იმ მახასიათებლებისგან, აქვს უკვე შემდეგი უფლებები. შეუძლია 2 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეტყვის მოვაჭრე, შეიძლება გითხრას, რომ საერთოდ არ ვრცელდება საგარანტიო მომსახურება ამ კონკრეტულ ნივთზე, კანონი პირდაპირ ანიჭებს მომხმარებელს 2 წლიან საგარანტიო ვადას და ამ პერიოდში შეუძლია მიმართოს მოვაჭრეს და პირველ რიგში მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან შეკეთება. ნუ ეხლა დამზადების თემას რადგან შევეხეთ, ამ შემთხვევაში ვერც ნივთი შეიცვლება, ვერც შეკეთდება. ანუ 2 წლის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს სერვისის გაწევა და თქვა დაზიანებული ნივთის შეცვლაც
არა მხოლოდ სერვისის გაწევა, რომ განვაზოგადოთ და თუნდაც ტექნიკას დავუბრუნდეთ, თუ დამიზიანდა ტექნიკა და ეს არის განპირობებული თავდაპირველი ნაკლით, ანუ როდესაც მე მივიღე ეს ნივთი, მაშინვე ქონდა გარკვეული პრობლემა. ამ შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო შეცვლა ან შეკეთება ამ ნივთის, თუ შეცვლა და შეკეთება შეუძლებელია, მოვაჭრეს და მომხმარებელს შეუძლიათ შეთანხმდნენ ფასის შემცირებაზე, ანუ გარკვეულ თანხას შემიმცირებს მოვაჭრე და ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. თუ ან შემიცვლის ბოლო-ბოლო, ხო? თუ შეცვლით, მაგალითად შეიძლება მარაგი არ ქონდეს, ხო? ან შეუძლებელია. თანხას დამიბრუნებს მაშინ. და ბოლო უკვე არის თანხის დაბრუნება. თუ ვერ ვახერხებთ ვერ შეცვლას, ვერ შეკეთებას, ფასის შემცირებას ვერ ვთანხმდებით, ამ შემთხვევაში უკვე მივდივარ თანხის დაბრუნებამდე. ეხლა ნახეთ კიდე ერთი საინტერესო ტენდენცია, ხშირად გეუბნებიან ხოლმე, რომ საგარანტიო საბუთი, ანუ რა ვიცი რაღაც ფურცელი რაც არის, გაქვთ თუ არა თან, აუცილებელია ეს ფურცელი გქონდეს თუ კანონი ისედაც კანონია, თქვათ მოქმედებს. აუცილებელი არ არის, თუმცა არის სასურველი. როგორც არის მაგალითად ქვითარი. იმისთვის რომ ჩვენ დავამტკიცოთ რომ ნამდვილად შევიძინეთ კონკრეტული მოვაჭრისგან, ან შევიძინეთ კონკრეტული მოდელი, ხო? უნდა სასურველია რომ გქონდეს და წარმოადგინოთ ეს ყველაფერი. ეს მოთხოვნა ვრცელდება ბევრი მოვაჭრისგან გვსმენია რომ ყუთი უნდა შევინახოთ და ყუთიც უნდა წარმოადგინოთ საგარანტიო. რთული წარმოსადგენია, ხა დიდი გაბარიტების მაცივრის ან სარეცხის მანქანის ყუთების შენახვა 2 წლის განმავლობაში იმისთვის რომ უბრალოდ მომავალში წარმოადგინოთ. არა, რა თქმა უნდა, ამის ვალდებულება არ გვაქვს, თუმცა თუ გვექნება საგარანტიო ტალონი და სხვა ამტკიცებულებები, უკეთესი იქნება. თუ იდენტიფიცირებადი არის, რომ კონკრეტულად ეს ნივთი შეძენილი იქნება კონკრეტულად ამ მოვაჭრისგან და თარიღის იდენტიფიცირებადია, ამ შემთხვევაში სხვა დამატებითი მტკიცებულებები საჭირო არ არის. კეთილი და ბოლოს რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რაში დაეხმარება ამ 10 სტანდარტის ამოქმედება მომხმარებლებს კიდევ ერთხელ და თუ რამე კიდე არის რაც გამოგვრჩა, შეგიძლიათ დაამატოთ. კი, რამოდენიმე სტანდარტზე კიდე შეგვიძლია ვისაუბროთ, მოკლედ შემიძლია ვახსენო. ფასის მითითებას რადგან შევეხეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ხშირად გვხვდება მაღაზიებში ასაწონი პროდუქცია ან გასაზომი. ამ შემთხვევაში მოვაჭრეს ვალდებულება აქვს, რომ მიუთითოს ამ საზომი ერთეულისა იქნება ეს 1 კილოგრამი, 1 მეტრი, 1 ლიტრი ფასის მითითება აუცილებელია. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ რადგან სერვისს შევეხეთ, თუ რამდენ დღეში უნდა შეაკეთოს მოვაჭრემ ნივთი. არ შეიძლება დაუსრულებლად გრძელდებოდეს ეს პროცესი და თუ მე მომხმარებელს ნივთი დაუზიანდება, 40 დღის განმავლობაში იყო ხოლმე ჩემ შემთხვევაში პრაქტიკა და კანონი რა არის ამ? კი ბატონო, კანონი გვეუბნება რომ გონივრულ ვადაში უნდა იქნეს შეკეთებული, მაგრამ სააგენტომ განმარტა და მიიჩნია რომ გონივრული ვადა სტანდარტულ შემთხვევებში არის 30 კალენდარული დღე, თუმცა შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში მაგალითად გამოსაწერია რაღაც დეტალი საზღვარგარეთიდან. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ვადა გაიზარდოს 60 დღემდე. თუ ამ ვადაში ვერ ვახერხებთ შეკეთებას, ნივთი უნდა შეიცვალოს. ასევე ჩვენ ფასის მითითებაზე ვისაუბრეთ ის რეკლამის დროს, თუ როგორ უნდა იქნეს მითითებული ფასი. თუ მოვაჭრის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ნივთის რეალიზაცია, ამ შემთხვევაში ფასის მითითება აუცილებელია. თუ უბრალოდ არეკლამებს ბრენდს ან ბრენდს თუ არეკლამებს, ამ შემთხვევაში ფასის მითითება სავალდებულო არ არის. ანუ აქციების დროს რომ ცხადდება ეს ფასი ამასთან მიმართებაშია ეს კიდე ჩაშლილი თუნდაც არ იყოს აქცია, თუ კონკრეტულ ნივთს არეკლამებს გაყიდვის მიზნით, აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასი, იქნება ეს ფასდაკლება თუ არა. ასევე ფასებს შეეხება სოციალურ ქსელებში, ჩვენ ალბათ ხშირად გვინახავს განსაკუთრებით Facebook-ზე ან Instagram-ზე პოსტები, როდესაც მოვაჭრე ყიდის ნივთებს, მაგრამ ფასი არ აქვს მითითებული და უამრავი კომენტარი არის მომხმარებლების, გთხოვთ მომწეროთ ფასი და მეორე უკიდურესობა არის მოვაჭრე პასუხობს რომ იხილეთ პირადი შეტყობინება. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს კომენტარის დაწერა, დაზუსტება, მოძიება ფასის. პოსტზევე მოვაჭრეს უნდა გქონდეს აღნიშნული თუ რა ხილს იხილეთ პირადი შეტყობინება არის კანონის დარღვევა. გაიგოს ყველამ, კი ბატონო. ეს ყველა სტანდარტი მთლიანობაში ეხმარება
მომხმარებელს უკეთ დაიცვან თავიანთი უფლებები, ასევე ეხმარება მოვაჭრეს, რადგან ახალია მაინც კანონი, ხო, 2 წელია რაც ამ კანონის აღსრულება დავიწყეთ, და ცნობიერება ჯერ კიდე ასამაღლებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ როგორც მოვაჭრემდე, ასევე მომხმარებლამდე და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ არსებულ მდგომარეობას და მომხმარებლის უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ამ სტანდარტების ამუშავება, იმიტომ რომ ბევრად უფრო ნაკლები გაუგებრობა იქნება ყველაფერს თავი დავანებოთ. დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ ამათი ამაროვი, კონკურენცისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, მე მგონი გამოადგება ის ინფორმაცია, რაც დღეს მოისმინა ჩვენგან. წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.